ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინისა და ამერიკის მიერ დამუშავებული სამშვიდობო გეგმა მოსკოვშია. ის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ ვიტკოფმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიძესთან ჯარედ კუშნერთან ერთად პირადად ვლადიმერ პუტინს ჩაუტანა, რათა კრემლის პოზიცია მოისმინოს. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრის დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა მოსკოვმა მიანიშნა, რომ გეგმის განხილვას იმდენ დროს დაუთმობდნენ, რამდენიც საჭირო იყო. და ეს სავარაუდოდ 1 ან 2 საათს არ უნდა ნიშნავდეს. მედია წერს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე სტუმრებს გიდობას მოსკოვში კირილ დიმიტრიევი უწევს, სუვერენული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი, ვინც ამერიკულ დელეგაციას ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა. პრეზიდენტი პუტინი კრემლში მიიღებს ბატონ ვიტკოფს. უკრაინის საკითხებში მთავარ მომლაპარაკებელს ამერიკიდან, მასთან ერთად იქნება ჯარედ კუშნერიც. მათ ექნებათ შესაძლებლობა განიხილონ კიევსა და ვაშინგტონს შორის ბოლო დღეებში მიღწეული ურთიერთგაგება, რომელიც საკითხის დარეგულირების გზების პოვნას შეეხება. მოსკოვი ჯერ დუმს, თუმცა ცნობილია ზოგადი პოზიცია. ის მაქსიმალისტური მოთხოვნების ერთგული რჩება და დათმობებს არ განიხილავს. მით უმეტეს ახლა, როდესაც კრემლის მტკიცებით ფრონტის ხაზზე ხელშესაღები წინსვლა აქვთ, მათ შორის პოკროვსკის, ვოლჩანსკისა და მირნოგრადის მიდამოებში. კონსტანტინოვკას სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილები ჩვენი კონტროლის ქვეშ მოექცა. ეს ქალაქში არსებული შენობების საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტს შეადგენს. ცენტრის დაჯგუფების ძალებმა გაათავისუფლეს ქალაქი კრასნოარმეისკი და განაგრძობენ დიმიტროვში მტრის დანაყოფების განადგურებას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ კრასნოარმეისკში ჩვენი მუშაობის შედეგებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ჯგუფის მთელ სარდლობასა და პერსონალს და რა თქმა უნდა ჩვენს ჯარისკაცებს, ბიჭებს, რომლებიც ასრულებენ ამ საბრძოლო დავალებებს. ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და ეს უზრუნველყოფს, რომ ჩვენ თანდათანობით მივახციოთ ყველა იმ ძირითად ამოცანას, რომლის წინაშეც ვდგავართ და რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისშივე იყო დასახული. კიევს ამ მიწებთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია აქვს. მათი თქმით, პოკროვსკში რუსეთი მხოლოდ სამხრეთ ნაწილს აკონტროლებს, შესაბამისად მოსკოვის ამბიციურ წინსვლას ქვეყანა უარყოფს და ბრძოლას აგრძელებს. ფრონტის ხაზთან ერთად დიპლომატიაშიც. მას შემდეგ, რაც პარიზში გამართული შეხვედრისა საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ბოლო ფორმულირებები განიხილეს და რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებულ წინააღმდეგობაზე შეთანხმდნენ, ვოლდიმირ ზელენსკი ირლანდიაში გაემგზავრა. დუბლინში, რომელიც ნეიტრალური ქვეყნის დედაქალაქია, მას პოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე ირლანდიის მხარდაჭერა აღუთქვეს. ომის დასრულების ძალის ხმევის მიუხედავად რუსეთი ინტენსიურ დარტყმებს აგრძელებს უკრაინულ ქალაქებზე, ცინიკურად უტევს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. როგორც პატარა ქვეყანა ვიზიერებთ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომელიც გაეროს ქარტიაში შეგაწერილი და გულისხმობს, რომ ტერიტორიული მთლიანობისა ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესაცვლელად ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუშვებელია. უკრაინელი ხალხი იცავს საკუთარ თავს და ირლანდია მის გვერდითაა. უკრაინას აქვს მშვიდობისა და თავისუფლების უფლება. თქვენი ტანჯვა, ჩვენი ტანჯვა, თქვენი წარმატება კი ჩვენი წარმატება. ჩვენ გვერდში გიდგავართ, რა დროცა ამისათვის საჭირო და გვერდით ვიქნებით, როდესაც ომი დასრულდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მტკიცე და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში და პრინციპს არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. ჩემი პირველი ვიზიტი ირლანდიაში გამოწვევებით სავსე პერიოდში ხდება, მაგრამ ამავდროულად მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შანსები გაჩნდა. ირლანდია შესაძლოა ნეიტრალური ქვეყანაა, თუმცა არა გულგრილი და მადლობას ვუხდით მას მხარდაჭერისთვის. მოგეხსენებათ, ჟენევაში 20 პუნქტზე შევთანხმდით, რომლის უკვე ფინალიზებას ფლორიდაში მოვახდინეთ, რაც ვნახე იქედან ვასკვნი, რომ ჯერ ისევ არის სამუშაო. ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ ნაბიჯებს დგამს და მჯერა ყველას, მათ შორის ევროპაში საერთო მიზანია ომის საბოლოო დასრულება და არა უბრალო პაუზა ბრძოლის. ჩვენ გვჭირდება ღირსეული მშვიდობა და ეს ყველასთვის ცნობილია. საქმე გადაწყვეტილების მიღების სირთულეში არ არის. ვისაც აქვს უნარი მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ მიიღეს კიდეც. მე ეს შემიძლია. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი იყოს სამართლიანი და ღია, რომ არ იყოს არანაირი თამაში უკრაინის ზურგს უკან, რომ არაფერი იყოს გადაწყვეტილი უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ, ჩვენი მომავლის შესახებ. ვოლდიმირ ზელენსკის დელეგაცია, რომელმაც ფლორიდაში უქმეებზე ამერიკელებთან გამართა მოლაპარაკებები, პროგრესით კმაყოფილი ჩანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინისთვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის თვალსაზრისით გეგმაში სასარგებლო პუნქტები და ფორმულირებები ჩაიწერა.
ამის შესახებ დელეგაციამ ინფორმაცია პრეზიდენტს პირადად მიაწოდა, როდესაც ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფლორიდის მოლაპარაკებების შეფასებისას ოპტიმიზმი არ დაუმალავთ არც თეთრ სახლში. ჩვენი ადმინისტრაცია ოპტიმისტურადაა განწყობილი. თქვენ ნახეთ, რომ სტივენ უიტკოფი და მთელი გუნდი, მარკო რუბიოსთან, ვიცე-პრეზიდენტთან, თავად პრეზიდენტთან თუ ომის მინისტრთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ ძალისხმევაში. ყველას სურს ეს ომი დასრულდეს. ფლორიდაში საუბრები კარგად წარიმართა. ახლა კი დისკუსიები მიდის რუსეთში. ეს ჩრდილოვანი დიპლომატია, სადაც ორივე მხარეს თანაბრად ვესაუბრებით. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს სამუშაო საბოლოოდ დასრულდება. უცნობია ეხებოდა თუ არა კიევისთვის სასურველი ფორმულირებები ნატოს. თავდაპირველ გეგმაში გაწერილი იყო, რომ ნატოს გაფართოებაზე უარი უნდა ეთქვა კიევს კი მის წევრობაზე. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთს ამ საკითხში ვეტოს უფლება ვერ ექნება. ყველა ვიაზრებთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება უკრაინასთან ძლიერადაა გადაჯაჭვული და ყველანი მუშაობთ იმაზე, რომ უკრაინაში ომი დასასრულამდე მივიყვანოთ. ხანგრძლივი და მყარი მშვიდობით. მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით წარმართულ ძალისხმევას, რომ ეს რეალობად იქცეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკრაინაში მშვიდობას აღადგენს. როდესაც ნატოს ელემენტზე ვსაუბრობთ, რომელიც ამ გეგმაშია წარმოდგენილი, გეტყვით, რომ ეს იქნება დამოუკიდებლად განხილული საკითხი და მონებრივია მასში ჩართული იქნება ნატოც. ნატოს წევრობაზე უკრაინის სურვილი ცნობილია, თუმცა ისიც ვიცით, რომ არ არსებობს უკრაინის ნატოში გაწევრებაზე ერთიანი პოზიცია თავად ალიანსში. სწორედ ამიტომ სამშვიდობო გეგმაში ჩვენ განვიხილავთ იმას, რომ თუ არა ნატოს წევრობა, მაშინ როგორ უნდა იყოს უკრაინა დაცული სხვების დახმარებით. იმედია მივალთ იმ წერილამდე, როდესაც საბოლოოდ გვექნება სამშვიდობო შეთანხმება. ამერიკელებთან ამ მხრივ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ მარკო რუბიოს გარეშე შეიკრიბებიან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში ჩასვლას ვერ ახერხებს, თუმცა ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკული მხარე შეხვედრაზე იქნება და უკრაინის საკითხსაც ინტენსიურად განიხილავს. შესაძლოა ამ შეხვედრაზე დიპლომატებს მეტი სასაუბროც ჰქონდეთ, რადგან ვლადიმერ პუტინსა და სტივენ ვიტკოფს შორის მოსკოვში შეხვედრის დეტალები ჯერ ისევ გამოსაკვეთია.